გამარჯობა, მე ვარ ირაკლი მახარაძე, კინორეჟისორი. დღეს მინდა გავიხსენო ნიჭიერი და დიდი მწერალი ეგნატე ნინოშვილი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის გურული ყოფა, გურული ეხის ცხოვრება, გურული ფირალების მებრძოლი სახეები ეგნატე ნინოშვილმა პირველმა ასახა. გურული კოლორიტი პირველმა შემოიტანა და რომ არა ნინოშვილი, რომლის ნამდვილი გვარია ინგოროყვა. ამ თვალსაზრისით ქართულ ლიტერატურაში ცარიელი ადგილი იქნებოდა ნახდად. თეთრი ლაქა იარსებებდა. ერთი გურული გლეხი ამბობდა: იმ ინგოროყვას გამოთქმული წიგნები რო წევიკითხე, კაკალ გულზე გადამნარა. რავა ბეჭედივით წერს იგი დალუცვილი შვილი სოფლის კაცის ცხოვრებას და გაჭირვებას. ასე მგონია საცხედან ჩემი ამბავი გოუგია და იგი დუუწერიან მეთქი. მწერალი და პუბლიცისტი ნიკოლო მიწიშვილი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს, წერდა: ჭრექმა, შიმშილზე გამრავლებულმა და სიკვდილად მის ფილტვებში ჩასრსილმა უდღეოდ გააცივა ეს ათრთოლებული სიმი და ის იმგვარადვე გადასრისა ქართულმა ცხოვრებამ, როგორც მის მიერ დატირებული გოგია უიშვილი. ჭეშმარიტად, ეგნატეს საფლავზე უნდა გაშლილიყო უცხო ყვავილი ახალი ცხოვრებისა, რომ მის ქვეყანას ოდნავ მაინც გამოესყიდნა ეგნატეს ადამიანური წვალება და მისი უდროო სიკვდილი, რომელიც მკვლელობას უფრო გავდაო. ასე წერს ნიკოლო მიწიშვილი. როდესაც გალაქტიონ ტაბიძე მიმოიხილავდა მის მოთხრობას ქრისტინეს, ის აღნიშნავდა, რომ მწერალი აძლევს ამ ქალს სიცოცხლეს, რომლის მსგავსი არც მანამდე, არც შემდეგ ქართულ მწერლობაში არ შეგხვედრია. ამას წერს დიდი გალაქტიონი. დავამატებდი, რომ ეს ჩემი აზრია, რომ ნინოშვილის ყველა ნაწარმოები საოცრად კინემატოგრაფიულია. პრაქტიკულად მზა სცენარია, რომელიც მხოლოდ ეკრანზე გადატანას მოითხოვს. პირველი ქართული მხატვრული ფილმი ქრისტინე 1919 წელს გადაღებული, რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა, ასევე გურული. მისი გადაღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს კინემატოგრაფიულობა გახლდათ. ახლა კიდე მოგიყვებით ეგნატე ნინოშვილის გადაცოლებასთან დაკავშირებით ვინმე ალექსი ებრალიძის მოგონებას. დუქანში ერთი ვინცხა კონტრაბანდისტი და პოლიციელი შემოვიდნენ საქეიფოდ. თუმცა პოლიციელს გაეგო ამ კაცის საქმიანობის შესახებ, ქთამის გამოურთმებია და სამაღარიჩოც დაახარჯვინა. როცა შეთმენ ღვინით, მაშინ სიმღერა წამოიწყენ. ამ დროს დუქანში პატარა ბიჭი შევიდა და პოლიციელს წერილი გადასცა. საათ შემდეგი ეწერა, რომ თუ მაგ ბღორინს თავს არ დაანებებ, ხვალ დილამდე ანგარიშს გაგისწორებდო. ხალხი სახელოვანი შვილის დაკარგვას გლოვს და თუ ისე ხარ გათახსირებული, რომ მწუხარების დროს მწუხარება არ შეგიძლია, ჩუმად მაინც იყავიო. პოლიციელი ერთი კი შეკრთა და მე იკითხა, იმპერატორის ნათესავი ან მაზრის უფროსის ახლობელი ხო არ მომკვდარაო? კონტრაბანდისტმა კიდე უპასუხა, ერთი მწერალი მოკტაო. რუსი იყო მაი მწერალიო? არა, გვარად ნინოშვილია, გვარი ქართული აქვს და რუსი რაფერ იქნებოდაო. ქართველის და ისიც მწერლის სიკვდილი რამოსანაღვლია, წამოიძახა პოლიციელმა და ისევ სიმღერა შემოძახა. მარა ვაი ასეთ შემოძახებას განაგრძობს ებრალიძე. როცა დუქანი დავკეტეთ და საძინებლად ვემზადებოდით, ჩვენგან წასული პოლიცielis ყვირილი შემოგვესვა. დილას გავიგეთ, რომ უცნობ პირს ისე დაეჯეჯგვა, რომ ძვალი და რბილი გაესწორებინა მისთვის. ასეა ყველა დასაჯეჯგი, ვინ ჩვენ ქვეყანას ყიდის და რუსეთში მიგვაქანებს. ეს ნაღდია. სულ ეს იყო დღეისათვის, კარგად გრძანდებოდეთ.